ვისაუბრებს სიყვდილეზე, რა დროს არის საშიში და რა დროს უნიშნელო მიზეზებით გამოწვეული და როგორ უნდა მივხვდეთ რისგან არის. გსმენიათ ალბათ, რომ ხშირად ახალშობილები ყვითლდებიან პირველ დღეებში თავისი ცოცხლის. ასევე გინახიათ ალბათ ასაკოვნები, რომელსაც ყვითელი ფერი აქვთ სახეზე და რას ნიშნავს ეს? და როდის უნდა ვინერვიულოთ? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ თუ ადამიანმა ჭამა ბევრი მანდარინი მაგალითად ან გოგრა ან სტაფილო ის გაყვითლდება და ამგვარად ეს სამედიცინო სიყვითლე არ არის. ანუ ეს არის ბეტა-კაროტინი, პიგმენტია ესეთი ამ ხილის და ბოსტნეულის ყვითელი შეფერილობა, რასაც აძლევს, გროვდება კანში და მაგიტო აქ ადამიანს ეს ყვითელი შეფერილობა მაგ დროს, ანუ ექსაში არ არის. და თუ დიდებში სხვა მიზეზით ყვითლდება ადამიანი, ეგ როგორც წესი არის საყურადღებო, როგორც მინიმუმ და საშიშიც ბევრ შემთხვევაში. ამიტომ სიყვითლეს ყურადღება უნდა მიექცეს. როგორ გავარჩიოთ ნამდვილი სიყვითლე არის თუ უბრალოდ თქვათ ადამიანმა მართლა მანდარინი ჭამა და მაგის გამო გაყვითლა, რომელიც ასევე ხშირია. პირველი მთავარი არის რომ ერთი კანი უყვითლდება ადამიანს, მეორე თვალებში აი თეთრი სკლერები რაც არის თვალის, ანუ თეთრად რასაც ხედავთ თვალში, აი ეგენი ყვითლდება ნამდვილი სიყვითლის დროს და თუ საკვებისგან გაყვითლა ადამიანი, ბევრი ყვითელი საკვების ჭამისგან გაყვითლა, მაგ დროს თვალები არ უყვითლდება. ასევე პირის ლორწოვანი გარსები, ანუ პირის ხუში რო ჩახედვა ადამიანს მოყვითალო ფერი აქვს, ეგეც სიყვითლის ნიშანია. ძლიერ შემთხვევაში შეიძლება კანი ეკავებოდეს სიყვითლისგან. ასევე შეიძლება შარდი იყოს მუქი, როცა ადამიანს სიყვითლე აქვს, შარდი უმუქდება მნიშვნელოვნად, იმიტომ რომ ეს ბილირუბინი, რომელიც ყვითელი პიგმენტია და რომელიც გროვდება სიყვითლეს აძლევს ადამიანს, ასევე შარდით გამოიყოფა მაგ დროს და ამიტომ აყვითლებს შარდს და ამუქებს შარდს მნიშვნელოვნად. და რა არის ახლა ეს რატომ ყვითლდება საერთოდ ადამიანი, რა იწვევს მაგ გაყვითლებას და ყველაზე ხშირი მიზეზი რა არის? ყველაზე ხშირი მიზეზი არის ღვიძლის დაავადებები და აზრი არის ესეთი, რომ ჩვენ სისხლის უჯრედები ხომ გვაქვს ერითროციტები და ეს ერითროციტები მუდმივად კვდება და მე ახალი იბადება, ახალი წარმოიქმნება, ძველები კვდება და ასე შემდეგ. ეს ციკლია, რომელიც გრძელდება 120 დღე ცოცხლობს საშუალოდ ერითროციტი და როცა ერითროციტები კვდება, იშლება ის რა თქმა უნდა, რომ დაიშლება, წარმოიქმნება ჰემოგლობინი და ჰემოგლობინისგან წარმოიქმნება ბილირუბინი. არის ესეთი პიგმენტი და ეს ბილირუბინი არის ტოქსიური. ამიტომ ორგანიზმმა უნდა გაწმინდოს თავისი თავი ბილირუბინისგან, იმისთვის რომ გაწმინდოს, აკეთებს კონუგაციას ბილირუბინის. რას ნიშნავს კონუგაცია? კონუგაცია ნიშნავს, რომ ამ ბილირუბინს შეუკავშირებს შაქარს, მიაბავს შაქარს, შაქრის მოლეკულას. არაფერი განსაკუთრებული რა, მიაბავს შაქარს და მე ხდება წყალში ხსნადია და გამოდის ნაღლის სახით. ანუ იმისთვის რომ მოიშოროს მოკლედ ეს ბილირუბინი ორგანიზმმა, ამიტომ შეუკავშირებს ამ შაქარს და ეს ხდება ღვიძლში. და ახლა წარმოიდგინეთ რომ თუ ღვიძლი არ მუშაობს კარგად, ღვიძლის უჯრედები, ამას კონუგაციის პროცესი არ მიმდინარეობს, ანუ ვერ უკავშირებს, ან უკავშირებს, მაგრამ ეფექტურად ვერ გამოყოფს ღვიძლიდან, ან ორივე ერთად. და ამიტომ რომ როცა ღვიძლს აქვს პრობლემა, მაგალითად და როგორი პრობლემების დროს შეიძლება იყოს სიყვითლე, A ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი, ციროზი, ალკოჰოლიზმი. და რას ნიშნავს ახლა რა ხდება ამ დროს? ეს ვირუსები, ძირითადად A, B, C ჰეპატიტის ვირუსები აზიანებენ ღვიძლის უჯრედებს, ღვიძლის უჯრედები რო ზიანდება, აი ეს კონუგაციის პროცესი ირღვევა, ვეღარ უკავშირებს ბილირუბინს და ეს ბილირუბინი გროვდება შემდეგ მაშინ კანში. ანუ შეუკავშირებელი ბილირუბინი, მაგრამ თან რასაც უკავშირებს, იმასაც კარგად ვერ გამოყოფს ნაღლის სახით ღვიძლი, ანუ ღვიძლს არ აქვს ღვიძლის ფუნქცია როცა დარღვეულია და ამიტომ ეგ შეკავშირებული ბილირუბინის გადადის სისხლში. ამიტომ ადამიანს შეუკავშირებული ბილირუბინის ორივე მომატებული აქვს, თუკი ღვიძლისგან არის სიყვითლე. და ღვიძლისგან სიყვითლის დროს, A ჰეპატიტი რა დროს არის? A ჰეპატიტი გადის ძირითადად როცა დაბინძურებულია საკვები, ან წყალი.
განავალი როცა ერევა ხოლმე ხშირად არის ანუ ისეთ ადგილებში სადაც სანიტარის პირობები არ არის კარგად დაცული ხშირად არის ადამიანები რომ მოგზაურობენ ეს ადგილებში იქ ემართებათ ჰეპატიტი ან სკოლებში ბაღებში მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა სადაც არის ეს ადგილებში ან ზოგჯერ ოჯახებში არ აქვს მნიშვნელობა ჰეპატიტი გადადის ასე, ანუ დაბინძურებული საკვებით ან წყლით. და აფეთქებები ახალმე ეპიდემიური აფეთქებები ჰეპატიტის, იმიტომ რომ როგორც წესი ერთი ადამიანი არ ავადდება. კარგი ისაა, რომ განიკურნება ადამიანი ჰეპატიტისგან. B ჰეპატიტს რაც შეეხება B ჰეპატიტი გადის სისხლით და სქესობრივი გზით. სისხლით მაგალითად საპარსი ერთ-ერთი საპარსი რომ გაიზიარო ნორმა ადამიანმა, რომელიც დავადებულია მაგალითად. აღარაფერს ვამბობთ ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარების ნემსებს რო იზიარებენ ხოლმე ან ტატუ ან სტომატოლოგი. ასე შეიძლება გადავიდეს B ჰეპატიტი და სქესობრივი გზით, რა თქმა უნდა, ანუ სქესობრივადაც გადადის. C ჰეპატიტი უფრო მეტად გადის სისხლით. უპირატესად სისხლით გადის, მაგალითად აი ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლები ან არასტერილური ტატუს შემთხვევებში ან პირსინგი და ასე შემდეგ. ანუ როცა სისხლთან აქვს დაბინძურებულ სისხლთან აქვს კონტაქტი, ასე გადადის C ჰეპატიტი. როგორც წესი, ნელ-ნელა ვითარდება ეს სიყვითლე, ნელ-ნელა ზიანდება ღვიძლი, განსაკუთრებით ქრონიკულ შემთხვევებში, ქრონიკულია B ჰეპატიტი, მაგალითად C ჰეპატიტი და ასევე მომატებული არის ხოლმე ღვიძლის ფერმენტები, ALT, AST შეიძლება გსმენიათ და ეს ALT, AST რა არის? ეს არის ფერმენტები, რომელიც ღვიძლის უჯრედებში გვხვდება. და ეგ რაცა ღვიძლის უჯრედები ზიანდება, გადმოდის სისხლში და სისხლში უზომავთ მე მაგას, ანუ ამიტომ არის მომატებული. დიდი მნიშვნელობა აქვს მაგ დროს ეკოსკოპიას, ღვიძლის სტრუქტურა დაზიანებული არის თუ არა, მის დადგენა, ან სააღლოს გზებში რამე ხომ არ არის, მის დადგენა ზოგჯერ კომპიუტერული ტომოგრაფია. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი, რა დროსაც გვხდება სიყვითლე, არის სანაღლო გზების დახშობა, სანაღლო გზების დახშობა რა იწვევს ორი რამე ძირითადად ერთი კენჭები თუ კენჭით თუ გაიჭედა სანაღლო გზა, სანაღლო სადინარი და მეორე სიმსივნე თუ მიეძვა. ან რას ნიშნავს ახლა სანაღლო გზა, რომ ამბობთ სანაღლო გზას, რას ნიშნავს ეს? ღვიძლი არის ორგანო, იცით ალბათ, და ღვიძლს აქვს პატარა ტომარასავით ჩამოკინებული, რომელსაც ქვია ნაღლის ბუშტი და ნაღლის ბუშტიდან გამოდის მილი პატარა, რომელიც ჩაედინება ნაწლავში. ამას ეძახიან სანაღლო გზა ამ შემთხვევაში, სანაღლო სადინარი. სხვა სანაღლო გზებიც ამარა, ძირითადად გულისხმობა ხოლმე მაგას. და როდესაც იქ მაგალითად ნაღლის ბუშტი გვაქვს კენჭი, გაიჭედა ეს კენჭი სანაღლო სადინარში, აღარ უშვებს ნაღველს ნაწლავებში. და ამ დროს გვაქვს სიყვითლე ხდება ერთბაშად, ძლიერი. ადამიანს აქვს ძლიერი ტკივილი მუცლის ღრუში, მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში, როგორც წესი ან ეპიგასტრიუმის არეში, ან ცენტრალურად. და ასევე მუქია შარდი, ძალიან მუქია. ადამიანს შეიძლება ეკავებოდეს, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით ბილირუბინი დაგროვებულია კანქვეშ და ეგ იწვევს ქაველს და განავალი არის ღია ფერის. რატო? იმიტომ რომ ნაღველი აღარ გადადის ნაწლავებში, შესაბამისად აი მაგ მუქ შეფერილობას განავალს აძლევს ნაღველი და შემდეგ ნაღლის მონელება. და ვინაიდან ნაღველი აღარ გადადის, ჩაკეტილია. ამიტომ განავალი ღია ფერისაა. და ამით შეიძლება მიხვდეთ, რომ აქ არის ობსტრუქცია. ანუ აქ არის სანაღლო გზების ჩაკეტვა და ამის გამო გვაქვს ბილირუბინი მომატებული. ასევე სიმსივნის გამო შეიძლება იყოს მომატებული სიმსივნე, მაგალითად პანკრეას სიმსივნის დროს მიაწვება სანაღლო სადინარს, სიმსივნე რო იზრდება. ოღონდ ამ შემთხვევაში ნელ-ნელა ხდება სიყვითლის განვითარება და ერთბაშად ეგ არის დიდი განსხვავება. მაგალითად, როცა კენჭითაა გამოწვეული უფრო ერთბაშად ხდება, როცა სიმსივნითაა ნელ-ნელა ხდება და სიმსივნემ ტკივილი არ იცის როგორც წესი, ეგეც დიდი განსხვავება.
მიზეზი მესამეა კატეგორიულად, მაგრამ ზევითად ბევრი ჩამოთვალეთ, მაგრამ მესამე სახეობის მიზეზი არის ჰემოლიზური სიყვითლე. ჰემოლიზური სიყვითლე როგორია, როცა იმდენი სისხლის უჯრედები იშლება, რომ ღვიძლი ვეღარ ასწრებს მის გადამუშავებას და ბილირუბინი გროვდება. ეგ არის ჰემოლიზური სიყვითლე. რა დროს ვითარდება ჰემოლიზური? როცა ანემიებია. ჰემოლიზური ანემია, მაგალითად, sickle cell ანემია ქვია, თალასემია, ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემია, სისხლი თუ გადაუსხეს ადამიანს, არა შეუთავსებელი სისხლი, მაგ დროს იშლება ასევე უჯრედები, ის ჰემოგლობინი და ერითროციტები. და ადამიანს ამ დროს როგორც წესი აქვს შედარებით უფრო სუსტად გამოხატული სიყვითლე, თუმცა შეიძლება ძლიერიც იყოს, მაგრამ უმეტესად ჰემოლიზური ანემიების დროს სუსტად გამოხატულია. შარდისფერი ნორმალურია, შეიძლება მუქი იყოს, მაგრამ უმეტესად ნორმალურია, განავალიც ნორმალურია, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ნაღველი ჩამოდის ქვევით და არაფერი პრობლემა არ აქვს, შეიძლება იყოს გადიდებული ელენთა. და რომ დავფიქრდეთ, აი ხა რაც ჩამოთვალეთ, ხო? აი სიყვითლის მიზეზები, ერთი ძირითადი მიზეზები, ბევრია რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი რები იყო, ერთი იყო ღვიძლში, ანუ ღვიძლი როცა ვერ ფუნქციონირებს და ეს ამას ეძახიან ღვიძლის მიერ სიყვითლეს. მეორე იყო ღვიძლის ქვედა, ანუ ღვიძლი ფუნქციონირებს, მაგრამ ქვევით აღარ უშვებს ნაღველს, იმიტომ საღულო გზებია ჩაკეტილი, ეს არის ღვიძლის ქვედა სიყვითლე და ღვიძლის ზედა სიყვითლე არის, როცა ჰემოლიზური ანემია, ანუ ღვიძლთან არაფერი კავშირი არ აქვს, მუშაობს ჩვეულებრივ, მაგრამ მთელ სისხლი იშლება დიდი რაოდენობით და ეს იწვევს სიყვითლეს. ამას ეძახიან ღვიძლის ზედა სიყვითლეს. აი ეს ძირითადად სამ კატეგორიად იყოფა სიყვითლები. და კიდე არის ბავშვებში, რო იბადებიან ბავშვები, ფიზიოლოგიური სიყვითლე ქვია იმას, თითქმის 80% ბავშვებს აქვს სიყვითლე, იმიტომ რომ ადვილად იშლება ერითროციტები ბავშვებში და დიდი რაოდენობით იშლება თავიდან და მათი ღვიძლი ეფექტურად ვერ მუშაობს. ამიტომ არის რომ მეორე-მესამე დღეს აღმოცენდება სიყვითლე ბავშვებში და ერთ-ორ კვირაში გაივლის. ხო, რაც შეეხება ბავშვებში თუ პირველ 24 საათში ვითარდება სიყვითლე, ეგ თითქმის ყოველთვის ყურად საღებია და ძალიან მნიშვნელოვანია იგივე ჰემოლიზური სიყვითლე ბავშვების შემთხვევაში, მაგალითად რეზუსის შეუთავსებლობის დროს, როცა დედას და შვილს განსხვავებული სისხლის რეზუსი აქვს. ამიტომ თუ კი პატარას ემართება სიყვითლე პირველ 24 საათში, ყოველთვის ყურადღებას იპყრობს ეგ. ასევე თუ სიყვითლე გრძელდება 2 კვირაზე მეტ ხანს, ჩვეულებრივ ბავშვებში, დროულ ბავშვებში, თუ კი ნადრევად დაბადებულ ბავშვებში 3 კვირაზე მეტ ხანს, ეგეც საჭიროებს ყურადღებას. აი ეს იყო რის თქმა წმინდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.